1300 საქმე აწერია და წარმოიდგინეთ ჯერ მარტო 1300 საქმის შინაარსი წაკითხვა და ეხლა ხო გადაწყვეტილება ხო უნდა დაწეროს. საზოგადოებრივ მისაღებში არ არსებობს საზოგადოებრივი ტუალეტი. აბსურდი ხო არის? და განსაკუთრებით ყურადღება მიაქციონ მედიაციას. ხო არის ეს საშუალება? ხოდის იმართეს გავუმარჯოს ადვილია სამოსამართლო გამოსვლის ჩაბარება. ხო ძალიან ძნელია. ამას რო ადამიანი გააკეთებს და 7 წელი უსაქმოდ რო იჯდება ვიღაცა ქუთაისელ მოსამართლოს უწევდა ჩვენ ესე გამმარტავთ აქ ქუთაისში კანონსო. ეხლა ჩვენ ცოტა ხანში მივიღებთ კახური პრაქტიკა, ქართული პრაქტიკა, აჭარული პრაქტიკა, იმერული პრაქტიკა და ეს კოლაფსი მიგვიყვანს იქამდე საბოლოოდ რომ ხალხი აიწყებს საქმის გარჩევას ქუჩაში. რაც იქნება სამწუხარო. ეხლა უზენაეს მივადგეთ, იმათ ნუგონიათ ანგელოზების ხედა. არა, ხო, ეხლა უყურეთ ყველაზე მარტივია უზენაესმა თავიდან მოიშორო საქმე რომ დაუშვებლად წანიო. მოგესალმებით პატრიოტსემულო მსმენელებო და მაყურებლებო. ჩვენი პოდკასტი კვლავ თქვენს წინაშე იქნება და დღეს შევეცდებით მე და ბატონი ლევანი. გავშალოთ ის თემები, უпроსტად ჩვენი გეგმები წარმოგიდგინოთ, რა თემებზედაც ჩვენ მოგვიწევს მომავალში უფრო ვრცლად საუბარი. შეგახსენებთ, რომ ჩვენი პოდკასტი იწერება არაჩვეულებრივ გარემოში, ეს არის ლისი პოდკასტი, სადაც ერთხელ უკვე ვიყავით ჩვენ სტუმრები და ძალიან კმაყოფილები ვართ, ასე რომ თქვენს გირჩევთ მოგბრძანდეთ და თქვენი სათქმელი ამ სტუდიიდან უთხრათ მაყურებელს. ასევე ბევრი რო აღარ ვილაპარაკო და შემდგომში არ დამჭირდეს, თქვენთვის ცნობილია ალგორითმის შესახებ YouTube-ის და სხვა პლატფორმების, რომელიც აუცილებლად ითვალისწინებს იმას, რომ ამ ჩვენს კონტენტს უნდა გქონდეს მოწონებები, გაზიარებები, კომენტარები, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ წაიწიოს წინ ამ ვიდეომ და უფრო მეტ ადამიანს მიეცეს შესაძლებლობა იხილოს და მოისმინოს ის, რაზედაც აქ ვისაუბრებთ. ჩვენ რა თქმა უნდა არა გვაქვს იმისი პრეტენზია, რომ ეხლა ჩვენ აქ რაღაცა ამერიკას აღმოვაჩენთ ან ველოსიპედს გამოვიგონებთ თავიდან. ჩვენ ვართ ორი ადვოკატი, რომლებიც ამ პროფესიაში ჟურნალისტიკიდან მოვედით და ჩვენ ამ იურისპრუდენციის საქმეში უფრო ღრმად ჩავიხედეთ, ვიდრე ვიხედებოდით მაშინ, როდესაც ჟურნალისტურ გამოძიებას ვაწარმოებდით. შესაბამისად, არის თემები, რომლებიც ჩვენს წინაშე მთელი სიმწვავით დგას, რომელზედაც ყურადღების მიპყრობა არის აუცილებელი და ჩვენ მონაწილეობთ სამართალწარმოების პროცესში, ისევე როგორც ვთქვათ, პროკურორები, ისევე როგორც მოსამართლეები, ჩვენ სრულუფლებიანი წევრები გახლავართ სამართალწარმოების პროცესისა და ყველა მიცის, რომ თუ კი ქვეყანა სამართლიანია, ძალიან მარტივად რო ვთქვათ, იმ ქვეყანაში საქმე კარგად მიდის. უნდა ადამიანს ჰქონდეს იმის გარანტია, რომ ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში მას საქმე ექნება სამართლიან სასამართლოსთან. აი ახლა რა უშლის ხელს ამ ყველაფერს, რა საკანონმდებლო ხარვეზები არსებობს თუ ასე შემდეგ, დანარჩენზე უკვე მთელი პოდკასტის განმავლობაში ვისაუბრებთ, ასევე შემდგომში ჩავშლით ამ თემებს საინტერესო სტუმრებთან ერთად. დღეს ეს გადაწყვეტილება მივიღეთ მე და ბატონმა ლევანმა, რომ თქვენ გესაუბროთ დაგატრიგეროთ, ასე ვთქვათ, იმასთან დაკავშირებით, თუ რას შეეხება მომავალში ჩვენი საუბრები, რომ უფრო მეტი ინტერესი გამოიწვიოს თქვენში. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვაქვს იმის პრეტენზია, რომ ყველაზე ჭკვიანები ვართ, ჩვენ ძალიან დიდი კორპუსია, ადვოკატთა კორპუსი უჭკვიანესი ადამიანებით არის დაკომპლექტებული და ჩვენ სტუდიაში აუცილებლად მოვიწევთ ჩვენს კოლეგა ადვოკატებს თავიანთი კონკრეტული სათქმელით. ჩვენი სტუდიის კარი თქვენთვის ჩვენო კოლეგებო ყოველთვის იქნება ღია, ასევე გვეყოლება საინტერესო სტუმრები იმ თემატიკასთან დაკავშირებით, რომელსაც მივადგებით და გვეცოდინება, რომ აი ამ თემასთან დაკავშირებით, თქვათ, არის ადამიანი, რომელსაც მოეთხოვება თუნდაც პასუხი გაგვცეს იმ დასმულ კითხვებზე, რომელიც არსებობს. და ჩვენ ყოველთვის შევეცდებით დასასრულისთვის კი არა, შესავლის დასასრულისთვის გეტყვით, ყოველთვის შევეცდებით, რომ ჩვენი საუბარი იყოს არა აკადემიური, არა მკაცრად ისეთი სპეციალიზირებული, რომ გასაგები იყოს ჩვეულებრივი ვართ ყველა, მაგრამ აი რიგითი არასპეციალისტი მაყურებლისთვისაც და გაიგოთ თქვენს იმის შესახებ, თუ რა არის პრობლემა, რატო არის ეს პრობლემა
და შეიძლება თქვენი კონკრეტული кейსებიც ამოიცნოთ ამ საქმეებში, ასევე ველოდებით თქვენგან შემოთავაზებებს კომენტარების სახით თემატიკას, რაზე გსურთ საუბარი. მოგესალმებით ბატონო ლევან. ჩვენი პლატფორმის შესახებ თქვენ იტყვით ალბათ უფრო კარგად, იმიტომ რომ თქვენ დააფუძნეთ ეს პლატფორმა და ამიყოლიეთ ამ საქმეში. კი. ნამდვილად ძალიან საინტერესო წამოწყებაა, იმიტომ რომ ადვოკატის ხმა იქნება დარწმუნებული ვარ ის კონტენტი და ის სივრცე, სადაც ყველა ადვოკატს შეუძლია თქვას თავისი სათქმელი, არა მარტო ადვოკატს, რიგით მოქალაქეს, ექსპერტს, ნებისმიერ პირს, რომელსაც სურს, რომ სამართალთან დაკავშირებით რაიმე თავისი მოსაზრება თქვას, თუნდაც კონკრეტული საკითხის შეიძლება აქ ჩვენ კონკრეტული საქმე მომავალში ვერ გავარჩიოდეს, შეიძლება არ იყოს ჩვენი ფორმატი. რატომ თუ კი იქნება საინტერესო кейსი პერსონალური ინფორმაციის დაცვის ვალდებულებით შეგვიძლია განვიხილოთ რაღაც ისეთი პრობლემა, როგორც პრობლემა წარმოვარჩინოთ. მაგრამ ყველა მომენტში და ყველა სიტუაციაში იქნება ისეთნაირად წარმოჩენილი ჩვენგან, რომ აი მათთვის მისაღებ, მათთვის გასაგებ ენაზე იქნება დანახული ნებისმიერი პრობლემა, ნებისმიერი სამართლებრივი საკითხი და იმას, რასაც მე დარწმუნებული ვარ, რომ იმას, რასაც ისინი ვერსად ვერ პოულობენ, ვერსად ვერ ნახულობენ, ვერსად ვერ ხვდებიან, უზრუნველყოფილი იქნება ჩვენი სივრციდან გამომდინარე და სივრცეში. ესე იგი, მოდი ახლა ჩვენ შევახსენოთ კი არა და ვუთხრათ ჩვენს მაყურებელს და მსმენელს, რა თემასთან დაკავშირებით შეიძლება ჩვენს სივრცეში მოისმინონ მათ მომავალში შელობა. პირველი, რაც ყველას გვაწუხებს, დაწყებული ადვოკატებიდან, მე დარწმუნებული ვარ, თავად მოსამართლეებით შეწუხებულები არიან და ყველა ვინც ამ პროცესში მონაწილეობს და უკვე აღარაფერს ვამბობ იმ ადამიანებზე, ვისაც ეს კონკრეტულად ეხება, ეს არის გადატვირთულობა ჩვენს სასამართლო სისტემაში. ასევე ჩვენ გვექნება ძალიან ბევრი საინტერესო თემა, ვთქვათ იგივე არქიტექტურულ სამშენებლო პროექტებთან დაკავშირებით, ოჯახურ ძალადობასთან და ასეთ ფინანსურ დავებთან დაკავშირებით, ექსპერტიზებთან დაკავშირებით არსებული პრობლემატიკა, ჩვენ ვიცით, რომ ძალიან გვიანდება საექსპერტო დასკვნების მიღება, თუ არ ვატარებთ ექსპერტიზას კერძო ექსპერტებთან, კერძო ექსპერტებს არაფერს ვერ სჭირ, რა თქმა უნდა, ძალიან ჭკვიანები და ძალიან გონივრულები არიან, თუმცა ანაზღაურება ხშირ შემთხვევაში ცოტა უფრო ძვირია ხოლმე, ვიდრე ვთქვათ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში, რომელიც ისია გადატვირთული, რომ ყოველგვარი ვადები არის დარღვეული და შედეგები არ გვაქვს. ასევე გვექნება ძალიან საინტერესო მსჯელობები რიგ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც ჩამოწერილი გვაქვს, მოდი ახლა დავტოვოთ ცოტა ისე საიდუმლოდ არა, მაგრამ იფიქრონ ხალხმა, მათაც მოგვაწოდონ იდეები. მოდი ახლა პირველ რიგში ჩვენ გავშალოთ თემა გადატვირთულობა ქართულ სასამართლო სივრცეში. თუ შეიძლება თქვით დავიწყებ სამოქალაქო. აიცი, ნებართვა არ გჭირდება, ჩვენ ორივე თანაბარი უფლებით ვარ წარმოდგენილი. აი გვაქვს ფაქტი, მარტივად, რომ ჩვენ წლობით ვაწარმოებთ პირადად მეც, თქვენც და ჩვენი კოლეგები წლობით წარმოებს საქმეები სასამართლოში, მე მაგალითად მაქვს ერთი სისხლის სამართლის საქმე 2016 წელს დაწყებული და ეხლა სექტემბერი რომ მოვა 10 წლის თავი უნდა გადავიხადოთ პირველ ინსტანციაში ვართ გაჩერებულები მოწმების დაკითხვას. და გავჩერდით და გავჩერდით. რატო გავჩერდით? ეხლა აქვე გეტყვით, გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის შანსი 0 გახდა. იმიტომ რომ შეიცვალა გარემოებები ისეთი და არც იყო საერთოდ თავიდანვე არ იყო, მაგრამ ეხლა საერთოდ ჩიხში შევიდა და თხოვენ გვეხვეწებიან რომ ბრალიო აღიარონო, 7 ბრალდებულია. ბრალი აღიარონო და 500 ლარიანი ჯარიმებითო გავუშვებთო. ანუ რა არის ხა 500 ლარი რომ გადაიხადო და არ გერქვას ბრალდებული უკვე 10 წელი ხდება. ეს ხო დისკომფორტია მართალია 9 თვის შემდეგ ეს ხალხი გამოუშვეს საპატიმრო დაწესებულებიდან და ყველა გარეთ არის, მაგრამ ბრალდებულები ქვიათ ამ ადამიანებს და არიან, რა ვიცი მე ხა ამ ხელა სტიგმის ქვეშ, ხო? ეს ერთი. ასევე ადმინისტრაციული დავები, ასევე სამოქალაქო დავები. სამოქალაქოში არის ძალიან უნიკალური შემთხვევა,
სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში შენც კარგად იცი. არის ის ჩანაწერი, რომ მოსარჩელეს სარჩელი და საქმის მასალები მოსარჩელეს სარჩელს და საქმის მასალებს უგზავნის მოპასუხეს მისი ფაქტობრივად საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. დიახ. ასე წარმოიდგინე მთელი მაგალითად პიროვნება ცხოვრობს პირობითად ცხოვრობს და რეგისტრირებული არის საჩხერეში. დიახ. პირობითად და ცხოვრობს თბილისში. ან რუსთავში, ან რუსთავში. წარმოიდგინეთ თქვენ რომ უნდა ვეძებოთ მაინც და მაინც თბილისში. იმიტომ რომ რეგისტრაცია შეიძლება გაკეთებული აქვს საჩხერეში დაუშვათ. პირობითად ან რუსთავში. მაგრამ ფაქტობრივად ცხოვრობს. აი წარმოიდგინე თუ ეს მუხლი მაინც შეიცვლება და იტყვიან რომ იცი რა მისი არა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, არამედ რეგისტრაციის მიხედვით. პოლიცია ხო რეგისტრაციის მიხედვით ეძებს, შემდეგ როცა ვერ ვაბარებთ ამ საათს. ხო. თუ პოლიცია ამას ეძებს რეგისტრაციის მიხედვით, რატომ არ შეიძლება რომ მოწესრიგდეს რომ განიტვირთოს სასამართლოები და სამოქალაქო საქმეებზე კონკრეტულად პიროვნების განსჯადობა იყოს იმის მიხედვით, ვინც სადაც არის რეგისტრირებული. ხო, თბილისი და მოპასუხისთვის გზავნილის ჩაბარებას ხდებოდეს იყოს ჩვენი ვალდებულება, მაგრამ ვიცოდეთ რა მისამართზე. ანუ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძალიან ესეთი აი კონკრეტული ჩანაწერი გვაქვს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში, თუ ვთქვი 78 მუხლებში, სადაც პირდაპირ წერია, რომ მხარე მოპასუხეს უგზავნის მისი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და არა რეგისტრაციის მიხედვით. კი. ამიტომ ეს უკვე პრობლემაა, ესე იგი მე უნდა ვეძებო ის პიროვნება, საცხოვრო შეიძლება პირობითად მის პირად ნომერი არის იწყებოდეს მაგალითად 38, მაგრამ თბილისში ცხოვრობდეს თბილისში კიდე შეიძლება ქირით გამოცვალოს წელიწადში 3 ბინა. წელიწადში 3 ბინა. ანუ ეს უკვე პრობლემაა და ამდენად და თუ ვერ ჩავაბარეთ მოპასუხეს გზავნილი, წარმოებაშიც არ მიიქნება მიღებული წარმოებაში ერთი მოგეთ საქმის და მე გადაეგზავნება პოლიციას, პოლიცია საჯარო პუბლიკაციის სიტყვა ჩაბარება და მთელი ეს წელიწადი ვუნდებით რომ გაიხსნას პროცესი. და ჩავხედოთ მაგალითად ბოლო საქმეს, მაგალითად ჩემს წარმოებაში არსებულ სამოქალაქო საქმეს, პირდაპირ ნომერში წერია შეიძლება გაგიჟდეს კაცი. ამ ადამ კონკრეტულად მოსამართლე ავალიშვილის მაგალითად 1300 საქმე აწერია და წარმოიდგინეთ ჯერ მარტო 1300 საქმის შინაარსი წაკითხვა და ეხლა ხო გადაწყვეტილება ხო უნდა დაწეროს. აბა თუ მოსამართლე ხო დაწეროს და დაასაბუთოს დაწეროს და ასე შემდეგ 1300 საქმის უბრალოდ დამახსოვრება და მისი შინაარსობრივ მხარეზე აღარაფერს აღავსავრო. ამიტომაც არის მე გადატვირთულისა სხვათა შორის ჩვენ რო ყავდა ეხლა სტუმარი, პირველი სტუმარი მედიაციას ძალიან დიდი მნიშვნელობა უნდა მივანიჭოთ. აი კარგი ქენით. მე ყოველთვის მომხრე ვიქნები რომ წინა პოდკასტიდან თემა გადმოვიყოლოთ. დიახ, სირედით მაინც ჩვენი პოლიტიკაც სწორედ ეს არის, ჩვენი გადაცემის პოლიტიკაც რომ სწორედაც რომ ეს ერთმანეთთან არის დაკავშირებული იყოს ყველა საკითხი და ჯაჭვი იყოს და ამ ჯაჭვის მიხედვით რეალურად ჩვენ წარმოვაჩინეთ იმას რომ თუ მედიაციას როგორც ინსტრუმენტს ისე დავნერგავთ და გამოვიყენებთ გამოდის რომ ჩვენ შევძლებთ სასამართლოს უთხრათ მაინც ურჩიოთ მაინც რომ აი ბატონო ჩვენ გთავაზობთ ამ გზას ამ გზით სასამართლო მესიცის ხალხმა არ იცის და ჩვენმა კოლეგებმაც მათ შორის რატომღაც აი ესეთი მიჩნეულია რომ ვიცი რა მედიაციაში თუ წახვედი სუსტი ხარ ეს უნდა გავიგოთ ეხლა თქვენ 1300 საქმე აქვსო მოსამართლე თქვენ გონიათ რეკორდსმენია თქვენი მოსამართლე არა მე გეტყვით უკეთეს მცხეთის რაიონის სასამართლოში ქალბატონი იალაბაძე არაჩვეულებრივი კარგი მოსამართლეა დარწმუნებული ვარ კვალიფიციურია პროცესებზე არტოვებს სუდში დაბეჭდილებას შემოგჩივლა პირდაპირ იმიტომ რომ ხარეს ქონდა პრეტენზია გარკვეული და თქვა რომ 1800 საქმე მაწერიაო და ეს ხდებოდა რამდენიმე თვის წინ ხა იმედია მოემატებოდა ეს საქმეები და ესე იგი წარმოიდგინეთ ამ ადმინისტრაციულ კოლეგიაში უკვე მე რამდენი მოსამართლე ზოგს ვადა გაუვიდა ზოგს კი არა ერთი ორს ვიცი რომ ვადა გაუვიდა ზოგი სხვაგან გადავიდა და აი ეს ძველი საქმეები რომელიც ატვირთულიც არ არის იმაში ელექტრონულად რომ პაროლით შეხვიდე და საქმეს გაეცნო
არ არსებობს შესაძლებლობა რომ გაეცნონ საქმის მასალებსაც კი, იმიტომ რომ ძველი საქმეებია, იმის ატვირთვას რესურსი ჭირდება, დრო ჭირდება, ადამიანი ჭირდება, ხო მინიმუმ რომ მრავალტომიანი საქმეები დაასკანერო და ციფრული ფორმატით წარმოადგინო. მიმართულ დავებზე ხო აი ხო და ადმინისტრაციულია ხო? წარმოიდგინეთ ემატება 2017 წლის საქმე რო განსახილველი გვექნება და ჯერ პროცესი არ დანიშნულა. 2023 წლის საქმეზე რაღა უნდა ვთქვა. ეს ჩემო კარგო არის ასეთი სიტუაცია, გვაქვს ესეთი კონკრეტული თემა. მაგალითად, საჯარო რეესტრში მიდიხარ და ეუბნები, რომ გაქვს მოთხოვნა, რომ დაარეგისტროს საკუთრება. გაქვს უფლების დამდგენი დოკუმენტი ყველაფერი. და მაინც არ გირეგისტრირებს საჯარო რეესტრში. იძულებული ხდები გაასაჩირო და მერე გაასაჩირო სასამართლოში. ამ დროს არის რაღაცა გარკვეული კატეგორიის საქმეები, რომელზეც დადგენილი აქვს უზენაეს სასამართლოს პრაქტიკა. და ამბობს, რომ მაგალითად, თუ გაქვს შენ უფლების დამდგენი დოკუმენტი, არქივის ცნობა გაქვს, ესე მთელი ჩამონათვალია, უფლების დამდგენი დოკუმენტების იერარქია გაქვს, ხო? ეს უკვე ითვლება, რომ შენ გახარ უფლების დამდგენი დოკუმენტის მფლობელი. აღარ რატომ გასურვილი მიყევი ამ პრაქტიკას შენ ხარ მარეგისტრირებული ორგანო კი ბატონო შენ მარეგისტრირებული ორგანო ხარ მაგრამ გაგისაჩვირე ზემდგომში ხო ეროვნულ სააგენტოში ეროვნულ პირველ მარეგისტრირებული ორგანო თვითონ საჯარო რეესტრში სადაც რეგისტრაცია ხდება დოკუმენტების იქ არ ხდება იქ იურისტები არ შეხედან იქ შეხედან რეგისტრატორები მაგრამ როდესაც შენ ასაჩივრებ საჯარო რეესტრის ადმინისტრაციო ზემდგომ ადმინისტრაცია იქ ხო იურისტების ხედან როდესაც გაქვს ჩამოყალიბებული პრაქტიკა უზენაესი და ნახე რომ აი ბატონო ეზაჯ მოხაძემ შემოიტანა უფლების დამდგენ დოკუმენტად აზომვითი ნახაზი და უფლების დამდგენ დოკუმენტად მაგალითად დაურთო რაღაცა ისეთი მტკიცებულება დოკუმენტი ხო არქივო ჩანაწერი ცნობა და ასე შემდეგ ეხაღრიცხვის ბიუროს და ასე და იქ წერია კანონში წერია საჯაროში კანონში ან სხვა უფლების ან სხვა დოკუმენტი ან დოკუმენტის გარეშე კი არ მივიდა ელიზაჯ მუხაძე დოკუმენტით მივიდა და ამ დასხვაში იგულისხმება ნებისმიერი რაც უფლების დამდგენად აღჭურველი აქტი იქნებოდა ხო საჯაროს გაქვს იურისპრუდენციას აქვს ძალიან მაგარი პრაქტიკა რომ გეუბნება უზენაესი რომ თუ ეს იქნებაო ჩაუთვალეო თან საჯაროს შესახებ კანონში უწერიათ პირდაპირ არა მაინდამაინც ყველაფერი რატო უნდა წავიდეს სასამართლოში როცა გაქვს ხო შეიძლება ძალიან მოკლედ გადაწყვეტო ეს პრობლემა ყავსო ბახალა მოუკვდა და ბუს მიუკვდო დიდი თავი გაქვს შენიტირეო აი ამას აკეთებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ამას თავი გაანებებ პირველ ინსტანციაში რომ დავანებოთ თავი პირველ ინსტანციაში თუ მოიგე საქმე პირველ ინსტანციაში თუ მოიგე საქმე მიდის აპელაცია ბოლომდე მოყვება უზენაესამდე ხო იცი რომ მაინც წააგებ რაღაც მომყვები ბოლომდე ატომ მომყვება იმიტომ ლევან ჩემო კარგო მოდი ხა აღარ გვინდა ეს ბატონო და ქალბატონო თელმა თბილისმა და საქართველოს მიცის რომ ჩვენ დიდი ხანი ერთმანეთს ვიცნობთ ლევან იმიტომ ხდება ეს ყველაფერი რომ ის არის არ უნდათ თავი ვალდებულება აიღონეს ერთი არაკვალიფიცირებული არიან სავარაუდოდ ან ტრენინგები გაიარონ ან ეს პრაქტიკა ვიღაცამ ამოიღოს დაუბეჭდოს განუმარტოს რომ ეს ესეთი საქმე რო შემოვა ასე გაყევით ანუ და პასუხისგებლობას არ გრძნობენ წარმოიდგინეთ ახლა ჩვენ გვახსოვს რომ როცა იყო ხოლმე სახელში მაგალითად აი ლიზა ლიზიკო და შალვა და შალიკო ერთი და იგივე პირი რო იყო ამით ასადგენად სასამართლოებში დავდიოდით და მიხვდნენ რომ ესე იგი წარმოუდგენელია ხა რამდენი შალვა და შალიკო გარდაიცვალა და იმის მემკვიდრეები სასამართლოში მოყავდათ მოწმები რომ შალვა და შალიკო ერთი და იგივე პირია და საერთოდ ხანდახან საერთოდ სხვა ერთხელ ერთი საქმე მქონდა ქალბატონის მამას ერქვა ქრისტეფორე ესე იგი ქრისტეფორე, ქიტესა, ქიტო, ქიტა, ყველანაირი ვარიანტით მოდიოდა, ესე იგი, ყველა სხვა დოკუმენტში ამ ქალბატონის მამის სახელი. და ქალბატონი გარდაიცვალა და მემკვიდრეობას ვერ ადგენდნენ. ანუ ვერ იღებდნენ სამკვიდრო მოწმობას და შვილმა დამირეკა და მითხრა რომ მიშველეო, ესე იგი, იცი რა გამოდისო, რომ დედაჩემიო არც დაბადებულა, არც გათხოვილა, არც შვილები გაუჩენია და არც გარდაცვლილაო. იმიტომ რომ ყველა დოკუმენტში სხვადასხვა, მაგრამ ეს შეესწრო ისეთ დროს უკვე რომ მიიხდა საჯარო რეესტრი კი არა და არ ვიცი ვინც იყო საჭირო, რომ დაავალეს საჯარო რეესტრი ესეთი მარტივი
ელემენტარ ხო ლიზა და ლიზიკო რო ერთი და იგივე შეიძლება იყოს, აი ამის დადგენას რა უნდა, ხო? თუ დაბადების სააქტო ჩანაწერით და ყველაფრით მოყვება და ერთმანეთს ემთხვევა, რატო არის ამისთვის სასამართლოში წასვლა საჭირო? მარტივი რაღაცები დაავალეს აკეთებენ ახლა. ეხლა წარმოიდგინეთ, საჯარო რეესტში შევდივარ და ვითხოვ დაზუსტებას, ხარვეზის გასწორებას. უძრავ ქონებაზე. ხარვეზი გასწორდა, ანუ ერთი მესაკუთრე იყო ერთ ქონებაში, შემდეგ დავა ქონდათ მდგმურთან, ამ მდგმურთან დავაში მორიგდნენ და შენობის მეორე სართული გაიყვეს მესაკუთრემ და მოდავე მხარემ, მორიგდნენ სასამართლოში წერია, რომ აღარასდროს ამ თემაზე აღარ იდაონ და მეორე სართული განაწილდა. და ამ მონაწერში ამოდის მეორე სართული განაწილებული და პირველ სართულზე რო ეს ქალი თავიდანვე მთლიანის მესაკუთრე იყო, დაიკარგა, გაქრა. შევიტანე და ვეუბნები, რომ ხარვეზი გაასწორეთ ეს ქალი ამ პირველ სართულზე თანა მესაკუთრედ დატოვეთ. და მივიღე უარი, რასაც ვასაჩივრებ, რა თქმა უნდა, და მიწერენ, რომ ცვლილების რეგისტრაციაზე შემოიტანეთ. სად არის აქ ცვლილება? ეს ხო სრული არაპროფესიონალიზმია. ერთი სული მაქვს ახლა ეს მე გავასაჩივრო და მივიდე და იქ დარბაზები რო აქ აფხაზეთის სოფლების სახელები რო ჩამოუწერიათ, ჯობრია და ასე შემდეგ, ძალიან მიხარია, კარგია. ხო, იქ თუ ვერ ჩავდივართ, იქ მაინც ჩავალთ და საჩავატარეთ დარბაზი და ჯობრიაში. ხო და იქ ჩავხედო ერთი თვალებში და უთხრა სად ხედავენ იქ ცვლილების რეგისტრაციის საჭიროებას. და ეხლა იძულებულს გამხდიან, ისევ სასამართლოს მივადგე და ისევ მივადგე ია ლაბაძეს 2005 ემად ლუდოვიკოს მე-16-თან რო იდგა მე-17 სასამართლოში აი ეხლა დავაზე ვისაუბრე უზენაეს სასამართლოში მოსამართლე მაია ვაჩაძე ახლა პროფესიონალი ამ საქმის სპეციალისტი და თქვა რომ სპეციალურად თო ეს ერთ-ერთი საქმე იყო სპეციალურად დავნიშნე უზენაესში სხდომა რომ მაინტერესებდა რა უნდა საჯარო რეესტრს ამ ადამიანებისგან და რა უნდა ქონების მართვას და ასე შემდეგ და ესოთ კითხვები. და ესოთ კითხვები. ბატონო მოსამართლეო ეუბნება ერთ-ერთი მხარე. აი ამ კაცს ახლა ამ ტერიტორიაზე ჩვენ რო ეს გაუფორმოთ ეს ნაკვეთებიო. მერეო ადგებიან და ყვიმზოზე ვინც კი არისო ყველა მოითხოვსო. და თუ მოსათხოვი აქვს მოსამართლემ უთხრა მოითხოვენ, აბა რასიცავენ საკუთრებაზე უარი უნდა თქვანო და ანუ პრეცედენტი არ უნდა პრეცედენტი არ უნდათ რომ დაედგინათ და ამ იცილებენ თავიდან და დაადგინოს სასამართლომ. ნუ ჩვენ რა გავქნათ ახლა სასამართლო იმ სასამართლოს კიდე აღარ შეუძლია. ეხლა კარგი ეს ეს საქმეები იმიტომ რომ წეღანო ერთი ანდაზა გამახსენდა არ ვიცი თქვი უკვე თუ არა ყავსო ბახალა მოუკვდა და ბუს მიუგდო დიდი თავი გაგდა შენიტირეო ამ სასამართლოს ყველაფერი ხوار შეიძლება მივაჭედოთ და ეხლა დადექი და იმჭერ მაშინ კარგი იყოს კი არ არის გვიწერია კონსტიტუციური უფლება ყველას შეგვიძლია გავასაჭიროთ და ამას ვერავინ აუკრძალავს ამ უფლებას ხوار შევზღუდავთ თუნდაც ხა მეორენაირად ვილაპარაკოთ რა არის ამისთვის საჭირო მატერიალურ ტექნიკური ბაზა უნდა იყოს უფრო ძლავრი სასამართლო სისტემაში თუ დედაქალაქში თუ სხვა ქალაქებში ანუ პირველი ინსტანციის სასამართლოზე მაქვს ლაპარაკი ხო ეს ხო გახსოვს რომ იყო თქვა რაიონული სასამართლოები დანის იმისი თაწმინდის ასე და ის განტვირთული იყო და ცალცაკე ვიდიოდა რაიონებში გაყო გავაერთიანეთ ხო ერთი საქალაქო სასამართლო გვაქვს და 1.5 მილიონს ალბათ აცდა თბილისის მოსახლეობა მთელი საქართველოს თბილისში ცხოვრობს და ეს ერთი შენობა რომელსაც ჭყალებში ვიტყვი ბალკონიც მიაშენეს ერთი ფლიგელი ორი სართული ანუ ფლიგელი ასევე საქალაქო სასამართლოს განკარგულებაში არის ბულაჩაურის ქუჩაზე შენობა სადაც იუსტიციის უმაღლესი სკოლა იყო და საოჯახო დავები განიხილა ანუ განიტვირთა ხო ამ ერთ სასამართლო შენობაში ქალაქ თბილისში და დარწმუნებული ვარ ასევე ანუ აი რაიონულ სასამართლოებში თქვათ იგივე თელავში აი პირველი ინსტანციის სასამართლოებში შენობები არის პატარა აი ძალიან პატარა დარბაზები ხშირ შემთხვევაში არის 1 ან 2 ან მაქსიმუმ 5 დარბაზი სადაც ასევე ამავე დანაწილების პრინციპით ანუ შემოდის ადმინისტრაციულიც სისხლიც და სამოქალაქო კოლეგიებიც მუშაობენ ხო პირველ ინსტანციაში ეს რა ცოტა დარბაზი ხო არ არის საკმარისი აი მოსამართლეს წესით უნდა კონდეს 1 დარბაზი
მის განკარგულებაში უნდა იყოს ერთი არ გვაქვს დარბაზები, ხო გაგვიგია? არა, ხო წესია. მოსამართლეს უნდა კონდეს ერთი დარბაზი და სივრცე, სადაც ის დაჯდება და გაარჩევს საქმეს და თავის გრაფიკში ადგენს თვითონ. ორ შაბათს ამ საათიდან ამ საათამდე ამ საქმეს განვიხილავ, დილიდან საღამომდე დაჯდება და განიხილავს რამდენიმე საქმეს. მე მინახავს ბატონო ლევან დივანი, ხო, ლევან, დივანი სხდომის, აი ესე აბრახო არის მოსამართლის გვარდასახელი. აი ესე ამოიჩრის სიღლიაში და ეხა გადავდივართ აგერ მეორე დარბაზში, იმიტომ რომ აქ რაღაც აღკვეთის ხონისძიება უნდა განიხილო. გამოვალთ დარბაზიდან, დაწყებული გაქვს ნაფიქრი, გაქვს მსჯელობ რაღაცა, დაალაგებული გაქვს, გამოხვალ, გაიფანტები იქ რაღაცა შეხვდები, შევედით მეორე დარბაზში, რამდენი ხანი გვაქვს აქ სამუშაო? 15 წუთი მერე სხვა დარბაზში გადავდივარ და ეს აბრით დადის ეს მდივანი, გაუკეთებს აბრას, მოსამართლე გამოვა დაჯდება, თუმცა ეს მისი დარბაზი იყოს. ეს ხო არასერიოზულია. მოსამართლე როგორ შეიძლება დაადიო და კაცი გისმენს თუ ქალბატონი გისმენს ყურადღები მართლა ეხლა რა და უნდა რომ გაიგოს რაშია საქმე და ამ გადარბენა გადმორბენაში გაექცა ეს აზრი ხო მარტო ხო საქმეში რა წერია იმის წაკითხვა არ არის ხო უნდა მოგისმინოს კიდეც ხარ ხო პრეზენტაცია უნდა გააკეთოს ამის ეხლა რა არის დარბაზები არ არის მოსამართლეები ყავს გამოცდა ჩაბარებული ძალიან კარგი თაობა არის წამოსული სხვათა შორის აი თანაშემწეობიდან რო დაიწყეს ეს თანაშემწეობი გაიზარდა ფაქტიურად სერიოზული პლაცდარმია იმიტომ რომ ისე მუშაობ მწერალი თანაშემწე მაგალითად გადაწყვეტილებებს წერს ახლა რაღა აკლია იმას მოსამართლეობამდე გარდა გამოცდილებისა ხო ისწავლა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში წარმატებით ჩააბარა გამოცდა 7 წლიანი ვადა აქვს ამას 7 წელიწადში თუ არ დაინიშნა განულდა მისი გამოცდის შედეგები. ხო და სად დაინიშნოს? დარბაზი არ არის. ანუ რა გახდა ამ საქართველოში, რომ გაფართოვდეს, აი ვისაც ეკუთვნის იმას ველაპარაკები. გააშენდეს ახალი შენობები, ანუ არ ვიცი, გადაანაწილეთ კოლეგიების მიხედვით მაინც ერქვას პირველი ინსტანციის სასამართლო და ადმინისტრაციული კოლეგია სადმე სხვაგან დასვით, სისხლის თალღეს სხვაგან დასვით, სამოქალაქოს დაუტოვეთ თუ გინდათ ერთი შენობა, არ ვიცი, დარბაზები მოუძებნეთ მოსამართლეებს და გამოიყენეთ ეს ხალხი, ვინც გამოცდები ჩააბარა და დანიშნეთ ეს ხალხი. ეზა ჩემო კარგო ჩვენი სტუმარი ყავდა და წინა პოდკასტზე დაგვითხრა რომ ხშირად არის რომ თვითონ სასამართლოები არ ეუბნებიან მხარეებს რომ სამოქალაქო დავა შეგიძლიათ გადავიდეს მედიაციაში. როგორ არ ეუბნებიან ბატონო ისა ლევან როგორ არ ეუბნებიან აპლიკაციას რო ვავსებთ იქ ხო არის მონიშნული ხომ არ გსურთ ხარ თუ არა თანახმა საქმე გადაეცეს მედიაციას და იქ არის მოსანიშნებელი მედიაცია და მედიტაცია ზოგმა ისიც ხო და ეხლა თუ არიციან ხო მაგრამ ხო და იმიტომ ვარ რომ რაც არიციან გავაგებინოთ უფრო მეტი კარგი განმარტება ხო და აი მაგისთვის არზი ვარ პროცესზე მობრძანდეს მოსამართლე და უთხრას რომ აი ბატონო თქვენ რომ არიაროთ აქ ერთი წლების განმავლობაში პირველი ინსტანცია მეორე მესამე მოსამართლე პირდაპირ სთავაზობს მორიგებას აგერ მიბრძანეთ მედიაციაში არის შესანიშნავი კანონი ხო არ უშლის ამას აგერ მიბრძანეთ მედიაციაში მორიგდით ბატონო გექნება საუკეთესო სივრცე და მე დაგიმტკიცებთ ამ მორიგების აქტს. ასეთ შეიძლება შეთანხმდეთ. ხო, არ ვიცი ახლა ესეც შეიძლება, ანუ ერთ-ერთი მომენტი შეიძლება. რომ განიტვირ თავის თავს უშველოს, რომ აღარ იაროს წლები. ეხლა აქედან გამომდინარე, რომ ის ჯერ ხოდესმე რომ დამთავრდა დაუშვათ 2017 წლის შემდეგ 2026 წელს გამარჯვება გითხრა მოსამართლემ და გავხსენით მოსამზადებელი სხდომა. მე გადავიდა იქ მოკლედ რამდენიმე სხდომა გაიმართა თუ მოწმეებია თუ მტკიცებულებათა კვლევა არის და გამოვიდა გადაწყვეტილება. ამას ხო უნდა დაწერა. ეხლა ეს მარტო განსახილველი საქმეების რიგი კი არა, აქ მოსამართლეს დასაწერი გადაწყვეტილებებიც ულაგია. წყება და უნდება თვეები კიდე კარგი. რო ადმინისტრაციულში გადაწყვეტილება რო ჩაგბარდება გასაჩივრების ვადა იქიდან გეთვლებათო სამოქალაქოში როგორ ხდება ხო 20-დან 20 გამოგიცხადებს ესწრები არესწრები ამაზეა დამოკიდებული და მე იძულებული ხდებით აპელაციაში ვადა რო არ გაგვეშვას გაუშვათ რომ ვასაჩ არ ვეთანხმები მაგრამ რას არ ვეთანხმები არ ვიცი იმიტომ რომ არ ჩამბარებია დასაბუთებული გადაწყვეტილება და მე უნდა დავჯდე და ვწერო ის რა ქვია დასაბუთებული მას შემდეგ
რაც ჭამბარდება, ხო? დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი. ეხლა ეს სანამ დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი შევა, ის მოსამართლეც ხო ფიქრობს, რომ მოიცა კაცო, აქ დაზუსტებული ჯერ არ შემოსულა საჩავნიშნო ეს პროცესი და 1 წელიწადნახევარი ახლა აპელაციაში ვართ. და უარესი მერე უზენაესი. უარესი მდგომარეობა ჩვენ ხო ვისაუბრებთ მოვალ პოდკასტებზე არქიტექტურულ სამშენებლო დავებზე. აი წარმოიდგინეთ რეესტრის თემა ერთია, მაგრამ მშენებლობების ნებართვებზე წარმოიდგინეთ იგივე სიტუაცია ადმინისტრაციულ დავებში, იგივე სიტუაცია წარმოიდგენ ახლა შენ რომ გასაჩივრებული გაქვს აქტი შემშენებლო ნებართვის ხარ ბიზნესმენი პროექტი აღებული გაქვს ნებართვა აღებ და რაღაცა პრობლემასთან დაკავშირებით რაღაცა არ დაგიკითხეს ამ დროს რაღაც დიდ ბიზნეს გარიგებებში ხარ შესული და აი ამ რაღაცის გამო, რაღაც ელემენტარულის გამო, ის რომ ზედამხედველობამ რაღაც პრობლემა აღმოგიჩინა, შენ დარბი ხარ წლების განმავლობაში სასამართლოში. ხო შეიძლება რომ აი რაღაცა დადგინდეს რაღაცა კრიტერიუმი კონკრეტულად და არქიტექტურის სამსახურმა, მერის არქიტექტურის სამსახურმა, ზედამხედველობის სამსახურმა აღარ გატაროს წლობით სასამართლოში. იმიტომ რომ ბიზნესია ხო, ბიზნესი ხო კარგავს თავის ოპერატიული თვალსაზრისით. ხო და აი მანდ ისევ მედიაციასთან მიდივართ, არაჩვეულებრივი იქნებოდა მედიაციას მიმართონ სწორედ ბიზნესმენებმა, ვისაც კონფიდენციალობაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეხლა უზენაეს მივადგეთ, იმათ ნუგონიათ ანგელოზების ხედავ. არა, ხო, ეხლა უყურეთ 6 თვიანი ვადა აქვს, ანუ ჯერ დასაშვებობაზე ხონდა იმსჯელოს და თქვათ დაუშვა ესა, რა ქვია, უпростоრად პირველი ეტაპი გადალახა სარჩელმა და წარმოებაში მიიღო. ხო და მერე დასაშვებობაზე უნდა წარმოებაში მიღების შემდეგ დასაშვებობაზე 6 თვე აქვს ვადა რომ იმჯელოს. ეს 6 თვე ხო დევს, ეს საქმე და დევს და ამ საქმის უკან ეს ადამიანი თავისი განცდებითა და უბედურებით დგას. ხო ელოდება, არ იცის რა რითი დასრულდება, მოგებული მხარეს გული უსხდება, არ გამიუქმონ გადაწყვეტილებაო, წაგებული მხარე იმედი აქვს რომ რაღაცა მოხდება ამასობაში ეს უსამართალ ურთიერთობები აქეთ ვითარდება ჩემია შენია ჯერ არ ვთქვამ სასამართლოს და არის ერთი ამბავი ხო 6 თვე ხო გადის ყველაზე მარტივია უზენაესმა თავიდან მოიშოროს საქმე რომ დაუშვებლად ცანიო ხო და დასაბუთებული კი არა აქვს რატო ცნო დაუსაბუთო აი ესე კლიშე არის ერთი ორგვერდიანი ასე ორი ფურცელისა არ ემეტებათ არა ორი ფურცელიც არ ემეტებათ ერთი ფურცელია შუაზე გაკეცილი და იქ წერია დაუშვებლად ცანიო რატო ცანი რამ გაიძულა რამ საფუძველი რამ მიხვედი აი ეგრე აი ცანი იმიტომ რომ მოიშორა თავიდან ეხლა დაუშვა დასაშვება ცნო ეხლა ზეპირი მოსმენა ხო არ ვიცი საუკუნეში ერთხელ ორჯერ ერთ საქმეზე შორის ორჯერ მივაღებინე წარმოებაში ორჯერ ზეპირი მოსმენაც მქონდა ძალიან არ ვიცი ვიომე მაგრამ იქ თუ ვიომე სხვაგან რატო ვერ ვიომე სხვა საქმეებში დაუშვებლად მიცნო ანუ გააჩნია კიდე ვისთან მოხვდები ანუ მოსამართლეზე პიროვნულად ეხლა უყურე 6 თვე ხო გავიდა და აი დასაშვებაცინეს გაგვეხარ და ბანკეტი გადავიხადეთ ბედნიერები ვართ ოდესმე და რაღაცა ჩავხედავთ მოსამართლეს თვალებში და დავადგენთ პრეცედენტს რაღაცა კარგს ხო და გავიდა წლები 3 წელი გადის ერთ საქმეზე დასაშვება ცნობილ საქმეზე არძეპირი მოსმენით არძეპირი მოსმენის გარეშე გაწყვეტილება არ გვაქვს რა ვქნათ ელზა ერთი შტრიხი მაინც მინდა შემოვიტანო ეხლა ფლად კი საუბრობთ პრობლემებზე მაგრამ არ შეიძლება არ აღნიშნოთ რაღაცა გარკვეულ მიღწევებზე ხო სასამართლოს აქვს გარკვეული მიღწევები გამამართლებელი განაჩენები არა მაგას ეხლა დაუნახავი უნდა იყო რომ ამას გამამართლებელი განაჩენების სახეზე გვაქვს ხო მე და შენ აი ატო შემოვიტანე შტრიხი რომ მე და შენ ხო კარგად ვიცით ყველაზე კარგად რა ყველა პერიოდს მოვესწარით ხო დამოუკიდებლობის სასამართლოს მასაჯულებაში მე განსაკუთრებით შენ განსაკუთრებით ხო როდესაც ეგრეთ წოდებული ბლოკნოტებით დადიოდნენ პროკურორები პროცესზე. ეხლა იძულებულები არიან საქმის მასალები დატვირთული ჩანთებით იარონ იმუშაონ პროცესზე და იმუშაონ. გამოვასწორეთ პროკურატურა ჩვენ. ხო, რეალურად. ჩვენ მან გამოასწორა რომ დადგა გამამართლებელი განაჩენები და იძულება. აი სხვათა შორის წეღან რო თქვი ის ბოლომდე მოყვებიანო, ნახე რატო მოყვებიან. ის იურისტი ხო ყავს ხელშეკრულებით აყვანილი იმ კომპანია კი არა და უწყებას იურისტი ხო ყავს და მუშაობს ხელფასი აქვს ახალგაზრდები არიან ბავშვები მოტივირებულები სხვათა შორის საკმაოდ განათლებული კარგი ბავშვები ხო და წააგო ეხლა პროცესი რო არ
ნუ მეორეჯერ კიდე ანუ იმდენად ისეთი სასაცილო кейსი იყო, წარმოიდგინეთ, რომ 26 ნოემბერს იყო ადამიანი რეგისტრირებული ინდ მეწარმედ. ხო და 26 ნოემბრი მაგისი კალენდარული ისა აღრიცხვა ხო 26 ნოემბრიდან უნდა დავიწყოთ 26 ნოემბრამდე მთელი ის წელი წინა თვეები ეს ხო არ იყო ინდმეწარმე ხო და რატო ეხებოდა ის კანონები რომელიც ინდმეწარმეს ეხება 26 ნოემბრიდან ხო ვერ ეხება ხო და აიღო ვიღაცამ ეს ძველ საქმეს გიყვებით სხვათა შორის ნაციონალების დროს ესა რა ქვია ადგა ამ კაცმა და შეავსო დეკლარაცია და ეხლა რო არის ელექტრონული ეს RSG არ არსებობდა და ხელით ხდებოდა ვიღაცა დაჯდა და ჩაიხედა რომ ეს კაციო 26 აგერო 26 ნოემბრიდან დაიწყო გადახდაო ის რაც ეკუთვნის რომ გადაიხადოს და იქო ოქტომბერიო სექტემბერიო იანვრიდან გამოყოლილი აკად გადახდილი არა აქო აიღო და ხელით მიაწერა რომ ამასო ეს წენი გადახდილი არა აქო თავისი ჯარიმები საურავები დაუწესა და ეს კაცი აზრზე არ არის არა აქვს ელექტრონული ისა წვდომა რომ ჩაიხედოს რა ხდება მის საქმეში და დაუყადაღეს ყველაფერი გარშემო ერთი კითხვა მქონდა მხოლოდ ჩემს მოვასუხესთან როდის დარეგისტრირდა ეს კაცი 26 ნოემბერს მადლობთ მეტი კითხვა არა მაქვს იმიტომ რომ არსებობს უამრავი კანონი რომელიც მე არ მეხება იმიტომ რომ არა ვარ ამ კანონის ქვემდებარე სუბიექტი ხო და აქედან გამომდინარე წააგო ხო ეხლა აპელაციაში ვართ კიდე წააგო რა თქმა უნდა არ იყო ის კაცი ინდმეწარმე და იანვარში რატო უნდა გადაეხადა ეხა უზენაეში თუ ვასაჩივრებო შვილო მე უთხარი ჩემი ნახვა თუ გინდა რამდენიმე თვეში ერთხელ სადაც გინდა დამიბარე მოვალ და გნახავ მაგრამ რა წასაგებად დადიხარ ამ პროცესებზე მე ხო სამსახურიდან მომხსნიანო ანუ რო არ გაასაჩივროს ესეც არის ერთ-ერთი გადატვირთულობის პრობლემა ეხლა მოდი ეს თემა რო შევაჯამოთ და ვთქვათ გადატვირთულობის პრობლემა არის აი ეს გაუთავებელი ხალხმა გაიგო რომ უნდა იჩივლოს და კარგია რომ გაიგო თავისი უფლებები გაარჩიოს სასამართლოში და არა ქუჩაში ეს არის საუკეთესო რამ მე მგონი უკვე მივხვდით იმასაც რომ თუ კარგი კვალიფიციური ადვოკატი გიდგას გვერდზე საქმის მოგებაც არ არის პრობლემა არ არის ნამდვილად მაგრამ მოსამართლეებს არ ყოფნით დარბაზები მატერიალურ-ტექნიკური ბაზა არ გაგვაჩნია იმის ადეკვატური რაც არის მოთხოვნა ბაზარი მოთხოვნა მიწოდება ამასაც ეხება ხო შენობა გაჭირდა ერთი კარვები მაინც დაუდგით და უთხარით აი შენი კარავია ბატვიცონო მოსამართლე აი ახ არავინ არ შეგაწუხებს შედი და იგარჩიე საქმეო მართალია რა ხდება ჩვენ ახლა ეს თემა ახლა ამ თემაში საერთოდ მოდი მოვიკვლიოთ არა ჩვენ მოვძებნოთ ვის ეხება ესა აი ეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება იქნება ფიქრობენ კიდეც ჩვენ ხო არ ვიცით იქნება აქვთ რამე გეგმები ეხლა მაგალითად საქალაქო სასამართლოს საზოგადოებრივი მისაღები ხო იცი ლევან კი საზოგადოებრივ მისაღებში სადაც დღეში ალბათ ათასობით ადამიანი შედის ზოგს შეაქვს საბუთი ზოგს გამოაქვს და ასე შემდეგ ქსეროქსების ოთახია და ასე შემდეგ არ არსებობს საზოგადოებრივი ტუალეტი საზოგადოებრივ მისაღებში არ არსებობს საზოგადოებრივი ტუალეტი აბსურდი ხო არის ვინ უნდა იზრუნოს ამას ტუალეტი როგორ არ არის ტუალეტი არის მაგრამ only staff ეხლა კარგი only staff არა ვარ სტაფი ეხლა ვარ გაჭირებული ადამიანი გადავედი იქ თუ პირადობა თუ არა მაქვს იქ ხო არავინ არ შემიშვებს რა მრჩება გარდა იმისა რომ მოვძებნო უახლოესი ხედა ბუჩქი რისთვისაც მოვლენ დამაჯარიმებენ კი ბატონო რისთვისაც აი ტუალეტში რო შეხვალ ერთ ლურსმანს ვერ ნახავ მიჭედებულს კედელზე რომ ჩანთა ჩამოკიდო ჩანთის დასაკიდებელი დასადები ადგილი არ არის ტუალეტში არ ვიცი მამაკაცების ტუალეტში რა ხდება საოცრება ხდება ხო ეხლა ეს ამასაც ისჭირდება რა ეს ხო არის მიყურისძირება არ ვიცი ვის ევალება ეს ყველაფერი ვინმე მართქვას რომ ეხლა ეს ძნელია რომ ტუალეტი გახსნან და სასამართლოში ადამიანი მისული არ დარბოდეს ბუჩქების საძებნელად ძნელია რომ შენობა გაგვაჩნდეს სადმე სივრცე სადაც აი ამ ხელა მოთხოვნილებას მე მგონი შენდება ეს ახალ საჩენდება
ახალ სასამართლოს გვიშენებენ კი. კი, ძალიან კარგი, მაშინ ძალიან ჩვენ მომავალი პოდკასტებისთვის მოვძებნოთ ადამიანის ვინც პროექტის მაკეტი შედიხარ თუ არა სასამართლოში. დევს, კი, გამახსენდა, მაგრამ როდის იქნებაო, აღდგომა და ხვალეო? ეგ არ ვიცი. კარგი, ძალიან კარგი. ესე იგი, ჩვენ ახლა მე მგონი ეს თემა ახლა ამაზე მეც ვერ გავშლით, იმიტომ რომ აქ უკვე სპეციალისტი გვჭირდება საქმეში ჩახედული ადამიანი, ვინც გვეტყვის, რომ რა ეშველება ამ გადატვირთულ სასამართლოებს და ოდესმე ექნება თუ არა იმ ახალგაზრდებს შესაძლებლობა რომ დაინიშნონ მოსამართლეებად თქვათ რაიონში ეს ხო ის ჯარივით უნდა მოიხადო ნოტარიუსებიც ეგრე არიან სხვათა შორის ნოტარიუსი რო გახდე ნოტარიუსი იქ სავალდებულო უნდა წახვიდე სადღაც რომელიღაც რაიონში სადაც არ არის ნოტარიუსი ყველა ხო თბილისში მორბის და ერთი მეორის გვერდზე ესე იგი სუპერმარკეტები და ნოტარიუსები ერთ სივრცეში არიან ასე განსაკუთრებულები და მე ამობენ სამუშაო არა გვაქვს იმ დროს როდესაც მის რაიონში აი ჩამოიღო ისწავლა რა იქ დაიბადა გაიზარდა და წავიდეს და დააჯდეს იმ რაიონში არა თბილისში უნდა რომ იყოს მაგრამ სავალდებულო გაუხადეს რომ წადი ახლა შენ და 2 წელი ან 3 წელი მე მგონი იმუშავე იმ რაიონში და აი რომ მოიხდი იმ შენ სავალდებულო იმას მე ჩამოდი და სადაც გინდა იქ დასახლდი და იქ იმუშავე და განსაკუთრებით ყურადღება მიაქციონ მედიაციას ხო არის ეს საშუალება მიაქციონ მედიაციას ყურადღება რომ განიტივითოს მედიაციის ძალიან დიდი საკანონმდებლო ბაზა აქვს საიმისოდ რომ ეს განკვეთა მოხდეს. მოკლედ მივედით იქამდე რომ უნდა იყოს ან ესე იგი მიმართულება ის რომ მედიაციისკენ წამოვიდეს სამოქალაქო დავები და კომერციული დავები რომელიც ათასობით დავები და შენობები სადაც დავსვამთ ამ გამოცდა ჩაბარებულ ბავშვებს ახალგაზრდებს, ჩემ ბავშვებს ვეძახი, მაგრამ ახალგაზრდებს მოტივირებულებს ჭკვიანებს. ხა, მოდი სიმართლეს გაუმარჯოს, ადვილია, სამოსამართლეო გამოცდის ჩაბარება. ხო, ძალიან ძნელია. ამას რო ადამიანი გააკეთებს და 7 წელი უსაქმოდ რო იჯდება და არსად არ არის ადგილი, სადაც ის თავის თუნდაც მოიხდის იმ სადღაცა ყაზბეგში წავა დაჯდება ცოტა ხანი, დუშეთში წავა დაჯდება თუ სადღაცა დედოფლის წყარო, სადღაცას დაჯდება და გაარჩევს ცოტა ხანს პრაქტიკას მიიღებს და მერე თუ კარგი იქნება თუ როგორ დაწინაურდება ეს მაზია და ან იქნება ბოლოს და ბოლოს იქ და ანუ სასამართლო იფუნქციონირებს. ამისათვის შენობა არის საჭირო. მართლა კარავში ხوار დავსვამთ ამ მოსამართლეებს და ქუჩაში აიცი რა ეს კოლაფსი მიგვიყვანს იქამდე საბოლოოდ რომ ხალხი დაიწყებს საქმის გარჩევას ქუჩაში რაც იქნება სამწუხარო ლევანი შეინიშნება ანუ ჩვენ ახლა მომდევნო თემა გვექნება ალბათ ძალიან საინტერესო მე როგორც გონია ჩვენ გვისაუბრია და ეს იქნება ალბათ არქიტექტურულ სამშენებლო დავები და ესა რა ქვია აი ამასთან დაკავშირებული სირთულეები, პრობლემები და ასე შემდეგ. შენ რაღაცა მე მგონი ექსპერტი გახდი ხო ამ დარგში? არა, მე ვიცავ დისერტაციას საექსპერტო საჯარო მმართველობის კონტროლის სპეციალისტი ვიქნები. ძალიან კარგი. ცოტა ხანში უკვე მომთხო ბატონობით საუბარს. ძალიან კარგი. არ მომთხო პოდკასტი შენარჩუნდება. არ არის პრობლემა. ანუ ეს გვექნება, ეს თემატიკა გვექნება მომავალში და ფინანსური დავების გარჩევა ამდენად საინტერესო იქნება. ძალიან საინტერესო იქნება, იმიტომ იქნება საინტერესო რომ რეალურად ჩვენ ვიცით რომ რამდენი დავები მიდის ხო ფინანსურ პოლიციაში სისხლის სამართლის საქმეების კუთხით ადამიანი არის დაკავებული ფინანსურ დავებში, დავაში ერთ-ერთ საქმეზე არის დაკავებული, ეუბნებიან რომ შენ ჩაიდი დანაშაული, არც დირექტორი იყო, არც ბუღალტერი იყო, არაფერს არ წარმოადგენდა და როცა მომენტი დადგა რომ აი კი ბატონო ავანაზღაურებს ზიანს, მაგრამ შენ არავინ არ ხარ. შენ არავინ არ ხარ. თუ არავინ არ არის რატო არის დაკავებული ეს ძალიან საინტერესოა ვადებთან დაკავშირებით კიდე გამახსენდა რომ ვადები არა მარტო სასამართლოში არის დარღული სხვათა შორის ამას კიდე რა უშლის იცი ხელს კანონში ჩვენ კი გვაქვს ჩანაწერი კაც მიუსაჯეს ახლა ახალციხეში 20 წელი და 3 თვე განაჩენი არ არის დამდგარი 3 თვე დასაბუთებული დადგა განაჩენი დასაბუთებული განაჩენი კაც რა რის გამო ეს კაცი არის კაი ეს გავიგეთ ეხლა უყურე ვალდებული თუ ასე შემდეგ და მისჯილი
ხო, ნახე მარტო ეს ვადები აქ კი არ გაგვირბის და მიუხედავად ეს კანონი ხო აღარავის არ აინტერესებს. შიგ წერია რომ აი განსაკუთრებით რთული კატეგორიის საქმეებზე 5 თვე გვაქვს ხო? თუ როგორც მახსოვს 2 თვეზე მეტი არ უნდა გრძელდებოდეს. სისხლში პირდაპირ ხაზგასმით არის რომ 9 თვეზე მეტი კაცი არ შეიძლება ციხეში იჯდეს 9 თვეში ან განაჩენი და უდგენი ან გამოუშვი ბრალდებულიო და მერე გაარჩიეს საქმეო. ხო, ეს ხო წერია. კაი, დაუშვათ ეს ვერ ვქენით. მერე რა უნდა ვქნათ? აი ის არ არის ჩამკეტი მექანიზმი არ გაგვაჩინია რომ სასამართლო იძულებული იყოს დროზე დაამთავროს ეს საქმე ჩამკეტი მექანიზმი არ ეხლა ერთადერთი არის რომ წახვიდე და იმშელო იმაში მიმართო სტრასბურგს რომ დროული ის არ ქონდა იქაც ძალიან დიდი ერთი მეორე 20 წელი იქ დაგჭირდება და ოდესმე შენი შულიშვილი ჩაიბარებს რომ მართალი იყო ანუ რაღაც მექანიზმი ჩამკეტი მექანიზმები უნდა არსებობდეს ასეთივე ნახე ის 9 თვე რომ დაუწეს ეს ამოძრავდნენ ასეთივე ის არის ვადების დარღვევა იმაში ექსპერტიზაში საოცრება ხდება მთელი საქართველო მიმდგარია ამ ლევან სამხარაულის ექსპერტიზას კანონში გვიწერია რომ ექსპერტიზის დასკვნა უპირატესი არ არის ლევან სამხარაულის მაგრამ პრაქტიკა დაადგინეს ესეთი და სხვათა შორის მაგ პრაქტიკებზე კიდე მაგაზეც გვექნება რაღაცა მომესმა რომ ვიღაცა ქუთაისელ მოსამართლეს უთქვია ჩვენ ესე გამმარტავთ აქ ქუთაისში კანონსო ეხლა ჩვენ ცოტა ხანში მივიღებთ კახური პრაქტიკა ქართული პრაქტიკა აჭარული პრაქტიკა ამაზე სხვათა შორის ერთი ძალიან კარგი სისხლის სამართლის კომიტეტის წევრი ვარ და ერთი ძალიან კარგი ისა გვაქვს ინიციატივა და კარგ ახალგაზრდას მოვიწევ ჩვენ გვინდა რომ აი ეს დადგენილი პრაქტიკები რომელიც არის წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციურ უფლებებთან საკონსტიტუციაში გასაჩივრების გზით გავაუქმოთ ესეთი არასწორად განმარტებული კანონი და აუცილებლად მინდა აღნიშნო რომ როგორი იქცა ჩვენ ვისაუბრეთ მე შემდგომში როგორი იქცა დამჯერ შურის მაძიებელ საგნად ანუ შურის ძიების საგნად როგორ იქცა გარკვეული სისხლის სამართლის საქმეები ხო იგივე ეგეწოდებული გარკვეული ქმედებები და ოჯახური ძალადობები და რომელსაც დიდი მოწმეები არ ჭირდება და მტკიცებულებითი სტანდარტი საერთოდ არ ჭირდება მოწმეები რომ შეიძლება ადამიანი გააქვს რაღაც პირადი მიზეზი და ასეთი ბევრი გვაქვს მოკლედ ამ ექსპერტიზაშიც ასევე დარღვეულია ვადები და ეხლა ექსპერტიზის დასკვნა თუ არა გაქვს მერე შენის ექსპერტი უნდა დაკითხო იქ ექიმები თუ ვინც არიან სპეციალისტები თუ ეს კიდე რამდენი ხნით ახანგრძლივებს გამოძიების შედეგების დადგენას თუნდაც ან და სამართლებრივი შედეგების დადგენას სამართლიანობის აღდგენას ექსპერტიზაზე ვართ დამოკიდებული ექსპერტიზის დასკვნა არ არის საოცრებაა ხო იქაც ვადებია მე მახსოვს რომ ადრე ექსპერტიზას რომ ნიშნავდით ერთი თვე თუ ორი თვე რომ გადიოდა ჩქარა რაღაც ახალი განცხადება რაღაც ფურცელი უნდა მიგეწოდებინა რომ ვადა გაეხანგრძლივებდა თუ არა და უკან გიბრუნებდნენ რომ არ მომაწოდე ვადა დამარღვევინო ვის ახსოვს ამას წინათ ერთ ექსპერტს ვეუბნები რაღაცა ახალს მაინც შემოგაწოდებ მეთქი რომ ვადა არ დაგერღოს რა ვადაო მითხრა სად არის ვადაო ეს არის ძალიან დიდი პრობლემა. ასევე ჩვენ გვექნება ალბათ ძალიან საინტერესო საუბრები, რას ნიშნავს რა არის და რატო არის საჭირო საქორწინო კონტრაქტი, რამდენად მნიშვნელოვანია. ასევე ძალიან საინტერესო იქნება აი ყიდვა გამოსყიდვის ხელშეკრულებები, ამასთან დაკავშირებული პრობლემები, კი ბატონო. ასევე გვექნება ძალიან საინტერესო, მე მგონი, ძალიან აქტუალური არის აი სამის დღემში ორჩენის ხელშეკრულების არსი გავაგებინოთ მოსახლეობას რას ნიშნავს რომ აი ასაკში შესული ადამიანი რომელსაც გააჩნია ქონება რომ ის ქონება არის მისთვის იმის უზრუნველყოფის საშუალება რომ მან ღირსეული სიბერე გაატაროს და აი როგორ შეიძლება ეს გააგდო აი რა შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში თუ აჩუქავ ადამიანს და მე საჩუქრის მიღები უმადური აღმოჩნდა მაგრამ ამას უკვე მე სხვა სამართლებრივი მექანიზმები ჭირდება რომ გაასაჩივროს გააუქმოს და შემდეგ და ეს მოხუც არ შეუძლია და რჩება ქუჩაში ადამიანი. ეს ძალიან საინტერესო იქნება და რა ვიცი, ეს ოჯახური ძალადობის თემები ჩვენ არ ვეთანხმებით რა თქმა უნდა ვინმეზე უნდა იძალადოს არც კაცმა და არც ქალმა სხვათა შორის ძალიან ამაღლოდ მიაჩნიათ რომ მარტო კაცები არიან მოძალადო ქალებიც არიან მოძალადოები ძალადობა დაუშვებელია მიუღებელია და ვიცით რომ კანონი გულისხმობს რომ ერთჯერ ქვეშ რო არიან აი დამხმარე ქალბატონიც რო იყოს
ან აი ვთქვათ მასთან მუდმივად მცხოვრებია. მუდმივად ცხოვრები და მაინც ოჯახურში გადის, ხო? და ეს მერე манипуლირების საშუალება როგორ შეიძლება გახდეს და როგორ სად უნდა გაფრთხილდეს ადამიანი დაუშვათ იქ ერთი ჩანაწერია ელზა არ დაგავიწყდეს, რომ იქ ერთი ჩანაწერია, სადაც წერია, რომ მსხვერპლს შეუძლია აირჩიოს მოზალადის სახლში ცხოვრება და მოზალადის ქუჩაში და მერე ის მსხვერპლი თუნდაც შეგიძლია პოლიციის მეშვეობით გამოსადა მოზალადეს რო ერთმანეთი ისა აღადგინეს ურთიერთობა მიხვდნენ მოვა ის ცოლი და გეხოცება ჩემი ქმარი სახლში მინდა რომ თვითონ დააჭერინა ხო და მერე იქ რო ერთმანეთს ხვდებიან და ხანძლი პაემანზე და ალბათონი ფეხძიმე გამოდის იქიდან და ბედნიერია ოჯახი პროკურატურა იბრძვის არაო დაუმძიმედ ბრალიო და ეხლა ის მტკიცებულებათა სტანდარტი არ არსებობს ერთადერთი ხო დარეკა დამთავრდა მერე გეხოცება შენ ასეთ ტიპის დავეძე მოძალადის ადვოკატს გეხოცება ჩემი ქმარი გამომიყვანეო და პროკურორი გიმტკიცებს რომ სტოკჰოლმის სინდრომით არის შეპყრობილიო და რა შეპყრობილი კი არ არის მეოთხარი ორსულად არის ხალი რა შეპყრობილი ეხლა მოცემულობა ესეთია და მე თუ შეპყრობილია თუ როგორ ის არის მე გამოჩნდება და თუ დააშავებს კიდე დავიჭერთ მეთქი მოკლედ სასწაული და ბოლოს რაც ძალიან მინდა რომ ჩვენ გქონდეს განხილვის საგნად კანონ პროექტები რომელიც შედის მუდმივად პარლამენტში წინასწარ გავიხილოთ მოვაწყოთ განხილვები ხოლმე ჩვენს კოლეგებთან ერთად რა არის კარგი რა არის თქვათ იქ რა არ პრაქტიკაში რა ვერ იმუშავებს უკეთესად აი ჩვენი აზრი ექსპერტიზასავით ჩავატაროთ ხოლმე და გაანუმარტოთ ამ მოსახლეობას რომ რა არის ეს კანონ პროექტი და მე ვიღაცამ არ დაიძახოს აი რუსულია ეს კანონიო თუ ფრანგულიაო თუ მანჯურიულიაო ვიცოდეთ იქნება არის მართლა რუსული და გავიდეთ ვიომო იქნება არ არის გავარჩიოთ აი გავარჩიოთ გახსოვს შენ არ ვიცი გახსოვს თუ არა კომუნისტების დროს ზუსტად რო იცოდნენ რომ აუცილებლად მიიღებდნენ გააზეთ კომუნისტში უნდა გამოქვეყნებულიყო 2 თვით ადრე კანონი და უნდა ხალხს გამოეხატა აზრი წინააღმდეგ შემთხვევაში კანონი ვერ მტკიცდებოდა გავარჩიოთ ეს კანონები იქნებ მართლა არ ვარ გადავიომოთ და სხვათა შორის იმპლემენტაციის პრობლემა რომ ყველა კანონის დაკოპირება და გადმოტანა თუ ის არ იქნება მორგებული ჩვენს ქვეყნის დასახელება რო შეიცვლება და ამ შემდეგ ხო მოკლედ საქმე და სალაპარაკო ბევრი გვაქვს პატივცემულო სმენელებო და მაყურებლებო მე მგონი მიხვდით რომ არ მოგაწყენთ ძალიან კარგად გავშლით ყველა იმ თემას რაც ჩამოთვალე და არა მხოლოდ იმიტომ რომ საუბარში კიდევ წამოვა 1000 თემები გვეყოლება საინტერესო რესპონდენტები გვიყურეთ მოგვიწონეთ გაგვაკრიტიკეთ ბატონო ჩემო გაუზიარეთ ერთმანეთს მოგწერეთ კომენტარებში თემები და ბედნიერ და წარმატებულ ცხოვრებას გისურვებთ. ჩვენი ადამიანები ვართ, რომლებსაც ვინც ვეუბნებით ხოლმე რომ ღმერთმა ჩვენი თავი არ დაგაჭიროთ. მაგრამ თუ დაგჭირდებით აქ ვარ. ჩვენ შიგნიდან ვხედავთ პრობლემებს და უკეთესად წარმოვარჩენთ იმ პრობლემებს, რომელიც არის სასამართლო სისტემაში. თუ დაგჭირდებით აქ ვარ.